ინდოეთმა შავი ხვრელებისა და სხვა საინტერესო ობიექტების შესასწავლად კოსმოსში ზონდი გაუშვა. კერძოდ ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ ისრომ დედამიწის ორბიტაზე რენტგენული ობსერვატორია X-Posat-ი გაუშვა. ეს მსოფლიოს მასშტაბით 2024 წლის პირველი კოსმოსური მისია იყო. რაკეტა PSLV სატიშ თხავანის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1 იანვარს ადგილობრივი დროით 9 საათსა და 10 წუთზე აფრინდა. 22 წუთის შემდეგ ზონდმა ხმელეთიდან 650 კილომეტრ სიმაღლემდე მიაღწია. 469 კილოგრამი წონის ეს ხელოვნური თანამგზავრი ინდოეთის პირველი რენტგენული აპარატია. მასზე 2 სამეცნიერო ხელსაწყოა დამონტაჟებული. პოლიქსის სახელით ცნობილი პოლარიმეტრი და სპექტროსკოპი X-SPECT. ზონდის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ისეთი კოსმოსური ფენომენების გამოსაკვლევად გამოიყენებენ, როგორიცაა შავი ხვრელები, მზე ახალი ვარსკვლავების აფეთქებები, აქტიური გალაქტიკური ბირთვები და ნეიტრონული ვარსკვლავები. მისიის დაგეგმილი ხანგრძლივობა 5 წელია. აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში რაკეტის მეოთხე საფეხური ორბიტული პლატფორმის სახით გამოიყენეს, რომელშიც ტვირთია მოთავსებული. ამ უკანასკნელის რაოდენობა 10-ია და OM-3 წოდებულ მოდულშია თავმოყრილი. ისინი ისროს და InSpace ეკუთვნის, რომელიც კოსმოსის სექტორში კერძო აქტივობების ხელშემწყობი და მაკონტროლებელი სამთავრობო სააგენტოა. ექსპერიმენტულ ტვირთშორისაა ელემენტ ტანტალისგან დამზადებული საფარველი მასალა, ორკომპონენტიანი საწვავი, პლანეტათა შორისი მტვრის საზომი და სხვა. OM-3 შედარებით დაბლა ხმელეთიდან 350 კილომეტრ სიმაღლეზე განლაგდა. ეს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მის ხანმოკლე არსებობას შეუწყობს ხელს, რათა საბოლოოდ მან ნარჩენები არ წარმოქმნას. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.